საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას, მხიარულ გადაცემას, ანეკდოტების შოუ. არაჩვეულებრივი ადამიანები მყავს დღეს სტუმრად, მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო. ალილოს ბიჭები, საბა კემულარია და მიხეილ ჭონიშვილი. საბა კემულარია და მიშო ჭონიშვილი ალილოს ბიჭები არიან და სიმღერები ალილუიასავით იციან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საბაც და მიშოც ნიჭიერი ბიჭები არიან. ანუ მეცნიერულად ნიჭიერი ბიჭიერები არიან. ალილოში სხვა ნიჭიერებიც არიან, მაგრამ ამ ქალაქში ხომ ყველაფერი დასწრებაზეა. ბიჭებს ანეკდოტები ისე უყვართ, რომ სახინკლეში 100 ხინკლის ნაცვლად 99 ხინკალს მიირთმევენ მხოლოდ. ალილოს მალე 25 წლის საიუბილეო კონცერტები აქვს და ტელეფონის ზარებზე არ პასუხობენ. იმიტომ კი არა, რომ ბილეთები ენანებათ, არამედ რეპეტიციები აქვთ. დატკბით ბიჭების მხიარული ისტორიებით და სიმღერებით და გარწმუნებთ, შაქარი არ აგიწევთ. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. დარჩით ჩვენთან. ჯერ არ ვიძინეთ. აი თქვენ გენაცვალეთ. არა ბიჭო, როგორ ახალ? კარგად. როგორ ძამდებით? შეგენაცვალებ. შვენიერი გადასარევი? არ ხასიათზე? აბა რა, იცი რა, რომ მოიცვალეთ, ამდენი დაკავებულები ხართ, ამდენი საქმე, ამდენი ისა. მადლობა ამისთვის რა. რა ხდება თქვენსკენ ბიჭო? მადლობა მოწევის დიდადი ხა ანეკდოტების ისტორიები გექნებათ ეხლა რაღაცა და არ არის ანეკდოტი. თუ გინდა ისე ვილაპარაკოთ, მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს შენი ღვინო რა შვება. ჩემი ღვინო გადასარევად მიდის, როგორც აქ, ასე საზღვარგარეთ და მადლობა. იცი რა? მე დღეს გაძლევ უფლებას, რომ გითხრა შენი ღვინის სახელწოდება. ჭონას მარანი. მაგარი ღვინოა და რა ვქნა, რა გავაკეთე. ისა ჯერ არ გაგისინჯოთ გასა. არის ღვინოები, რაც გასინჯული არ გაქვს და უნდა გავსინჯოთ ერთად თავი. შეგენაცვალე, აბა რა. სიმღერა რაღაცა კონცერტებზე ბარემ რომ მითხრა. კი. ესე იგი, კონცერტები გვაქვს რეგიონებში, თბილისშიც, საღამოები, კორპორატიული საღამოები, მაგრამ რაც მთავარია, ეხლა უკვე 25 წელი გვისრულდება და ამ წლის ბოლოს შემოდგომაზე გეგმავთ ძალიან ესეთ ლამაზ გალა კონცერტს რუსთაველის თეატრში ჩატარდება და რაც ჩემთან ყოფილ ხინასთან პატიჟებით. რა გამოვალ საგრიმიოროდა. საინტერესო ფორმატით, ახალი სიმღერებით და ასე. ხო, რა თქმა უნდა, თქვენგან ყოველთვის სიახლეა და აბა მითხარი, შენსკენ ეხლა ერთ ამბავში რო ხართ ხომ არა, სხვა ისეთი რამე საინტერესო ხო არ არის შენსკენ? საინტერესო ის რომ იმღერეს პროექტში ვართ. ეს ამას უყურებ. ჩემი მეუღლე და ამას უყურებ და მაგარია ძალიან. ძალიან კარგად მიდის ყველაფერი და მიხარია რომ რეგიონებში გვაქვს კონცერტი ალილოს და უფრო ახლოს გვექნება საშუალება რომ ჩვენ საყვარელ ადამიანებს მოვეფეროთ. იცი რა, აი მაგიტომ ვთქვი მე ეხლა რომ იმდენი საქმეები გაქვთ თქვენ ორივეს რა, მიუხედავად იმისა, რასაც ყველაფერს აკეთეთ, რომ მართლა ძალიან გულწრფელად გეუბნებით, მადლობა რომ მოიცალეთ და მობრძანდით ჩვენთან. მოკლედ სანამ ახლა დავიწყებთ და ამბავი ხა აქ ახართ და ხო უნდა გავხურდეთ, ერთი სიმღერა გვიმღერეთ და ეხლა დღეს ალბათ ორ ხმაში სიმღერა არ გამოვა, მე მთლად ვერ მოგეხმარებით და ალბათ მარტო მოგიწევთ თითო სიმღერას და მოდი რა რომელსაც გადაწყვეტ დაიწყეთ და თან გავხსნათ გადაცემა. აბა წავედით და დაგიბრუნდებით. Satanism
სულელებს თავზერობ გლათენდება უნდა დამიბედეთრილა იფრინო და იგუბუნონტერება გაუმარჯოს ახალწლის პირველებას თავზერობ გლათენდება სულელებს სულელებს ეხა რა ხდება ანეკდოტები გავიგე მაგრამ აი არ შეიზღუდოთ ისტორიები თქვენ უფროს მეგობრებზე თქვენ თვითონაც თქვენთან ანსამბლში მოიძებნება 1-2 კაისა ისტორიო ყვაწვილი ვიცი მე ეს კარგად და შესაბამისად ეხლა ჩვენ რა 3 რაუნდია პატარა ბიუჯეტი გვაქვს მაგრამ გვაქვს ზოგს სულ არ აქვს 3 რაუნდისგან შედგება ჩვენი გადაცემა 50 ლარი პირველი რაუნდი, მეორე 100 ლარი, მესამე 200 ლარი. აი ეს თემებია დღევანდელი იმერლები, მოგზაურობა, გურულები, ოჯახი, თევზაობა. ეს კახელები არ მომეწონა, მაგრამ იყო სპორტი, სვანები და მეგრელები. მოკლედ ეხლა როგორ არის? მეგრელები მოგეწონა? ხო და? ეხლა როგორ არის, იცი? იყო დრო ჩვენ პლანშეტი გვედო მაქვს, მაგრამ ტექნოლოგიები ძალიან დაიხვეწა. ეხლა ხელოვნური ინტელექტს ვეტყვი და ნახე ეხლა ამოაგდებ თემას ეგრევე რა. მაგრამ გაჭედა, აი ეს არის, არ უნდა ენდო. ნახოთ, პირველი თემა გავიგოთ, რა იქნება და თამაში დაიწყებთ თქვენ. აბა ნახოთ, მაინტერესებს ძალიან. საერთოდ ყოველთვის ამართლებს ხოლმე, ახლა ჯერ რამდენი ანეკდოტები არსებობს ხოლმე ტრიალებს ზოგეს. ნამდვილ ამბებს შეცაყვებდნენ აი გინდები. რა მეგრელები, ვა. აი, საყვარელი მეგრელები, ყველას მოგიკითხოთ. მოვიკითხოთ, რა თქმა უნდა. მეგრელებზე, აბა ნახოთ, რა სიტყვა. მე უნდა ვთქვა ესე. თქვენ დაიწყებთ. თუ გინდა შენ დაიწყებ? კი ბატონო. შეიძლება მეგრულ კახურიც რო იყოს, ხო შეიძლება ეს. ყველაფერს გითვლით თქვენს მეგრელში არა, მთავარი. თქვენობით რომ მოგმართავთ ეს ეტიკეტია თუ რაც გირა მოხდები მიგრიალოთ. მთავარი ის არის რომ სიუჟეტი სამეგრელოში ხდება და. შო, ეგ არის, კაია. იყო ესეთი ლეგენდარული კოლორიტული თელაველი კაცი. ჯონდო ზაალიშვილი. შეგენასო გადასარევი. კი, იყო სხვათა შორის მისი ბევრი ისტორია შემდეგ ანეკდოტად იქცა და მე რაღაც პირველი პერიოდი ფულს შოულობდი მაგით. კი ბატონო. ხო და ჩვენი ჯონდო ჩასულია გასვენებაში სამეგრელოში. ხო და იგი ახლა მოგეხსენებათ განსაკუთრებულია ტირილიც ეს პროცედურა ყველაფერი და სასახლესთან დგას ქალი ტირის რომ მიხვალიქო, ამას ეს გადაეციო, იმას ის გადაეციო, შენ მამას და შენ პაპას და იმას მერე იმას რო ნახავო, იმას მერეო, იმას გადაეციო და ჯონდო უყურებს და ძალიან ბევრ რაღაც საბარებს და ძაფი შეავით თიძე არ დაავიწყოს. აი ეს ისტორია ხო ძალიან ცნობილი ის არის, ანეკდოტებად დადისო ეხლა რო თქვი. ჯონდო ეხლა ცოტას მაუყვარდა რა. კი. მაგაშიც იყო მისი ხიბლი. და დუქანი ქონდა ღია რა და ეხა ვინ ეტყო და ეხა რო ჯონდო დუქანი შეიკარიო ეხა მაგას იმიტომ რომ საპასუხოს მიცემდა გაიგე და ამიტომ არავინ არ ჩათვალა რომ იაროს ეხა რაღაცა უნდა მითხრა შემარცხინოს ქალაქში და რაღაცა პირველი კურსის თუ რაღაცა ყო მასწავლებლები თუ არ ვიცი ვიღაცა ექსკურსია ვიზიაო შეხსნილი გაქვთ ესე და ერეკლეს მუზეუმში იყავიო და არაო ჯერა მე რაც მიყურებ ძალიან დააშვალე. მაგარი ვინმე იყო. ფათაშორის იგივე სიუჟეტია სამეგრელოში და იგივე ჯონდოა. ხო? იგივე გასვენებაში ხდება ეს ამბავი რომ ახლა იქ განსაკუთრებულად ყურადღება ექცევა
ამ ფულის დაწერას ამ დროს რა ხო და ჩვენთან ცოტა აღმოსავლეთ სხვანაირად არის რომ ვისაც პატივისცემა არის ესეთი ინდივიდუალური და იქ ცოტა სავალდებულოსთან ახლოს კი ესე რიგში დგას მოკლედ ამ პროცედურაში ჯონდო მიდის პირისუფალთან და ვიღაც ჩამწერი ზის ხო და ლამ უჭირდა რა ამ კაცს მოიჩხრიკა ჯიბები კაპიკი ფული არ უდევს რა აქედან ძალიან უხერხულად ჩავარდა და უკან უდგას ერთი 100 წლის ბებო ესე 25 მანეთიანით ამ ჩამწერს ეუბნება რომ გენაცვალეო ეხლა ნახდათ არაფერი არ მაქვს და ცოტა ხანში უკარო არ ეგ გამოვადა კარგია ერთი მაგარი ისტორია მაგაზე კიდე ხო კახეთშიც არ ექცევა ეს ყურადღება მაგრამ აინც იყო რაღაცა პერიოდი რომ როეულით და იმით იჯდნენ ხოლმე და ერთი კაის დაწერეს სცენარისტებმა რა და მომეწონა ეს ხუმრობა და მოვყევი კახეთში და რასაო ნახდია ეგო საიდერმე და გაარტყეს რა ანუ მივიდა და მოიტაო რა რთლობამდეო და ვიღაცა ყოფილა უშანგაკტარი რა ვიცი და რთლობამდეო ნისიაზე მიაწერიო 100 ლარიო რა და რო დასეთყოსო თუ დასეთყო უშანგასტეტა რა მე უშანგებო და კარგია რა მოკლედ ეს ჯონდო ყავდა მაგარი ხო ერთი გამახსენდა მეგრელი მოდის მოკლედ მანქანით რა და ეძებს პარკინგს ეხა ნუ მოგეხსენებათ ყველას საშინელება არ თბილისში მანქანის გაჩერება და ეძებს გაიარა გამოიარა არსად არაფერი არ ჩანს და თან ფიქრებშია რა ღმერთს თხოვს რომ ღმერთო ოღონდ ეხა პარკინგი მაპოვნინე მანქანა გამაჩერებინე არავის არ მომატყუებ არავის არ ვაწყენებ კარგად მოვიქცევი რანაცა იმ წამს გამოვიდა მანქანა და შეაყნა და აღარ გინდა ღმერთო არ შეწყდა იყოს მოყვები თუ ჩაგითვალო ეგ არ ჩავთვალოთ კი ბატონო ანუ ისტორია არაფერი არ გახსენდება კარგი ნახოთ შემდეგი თემა პირველი რაუნდის მეორე თემა და განვაგრძოთ ეხლა გული მიგზობს კახელებს გამოაგდებს რა აი ეს და ის არის რა ქვია მაინც ახალი შემოსული რო ვა რა გითხარი ეხლა უნდა დაიწყო შენ დავიწყო ხილათ იცოდე ორი მუტრუკი ვზივართ აქა ორი მუტრუკი ხილათ მოკლედ მიხოდა მაროს ხედან რა ურჯანელებზე მოყევი თუ წვანე მოკლედ მიხოდა მაროს ხედან რა საღამოა და გემოზე თავიანთის და უცებ მოეძალა მაროს რომანტიკა და მიყვარხარო მიხო აჩერდი ხა მანები თავიო მიყვარხარ ხო იცი შენ მინდა კარგად იყო ყველაზე კარგად შენ მინდა მყავდეო და მოუტრიალა და ჩემი კარგად ყოფნა თუ გინდა მიტუვას გაყვებოდი მე კი არაო ცოლად ატავებული ყავდა ალბათ მიტუვას გაყვებოდი მაგაში ის აი მან ასეთ კლასიკად გონია რა აი მაგათი ურთიერთობის ხამე ეხა მიხოს რა აუ ჩუჩუნდა და წაარტყა იდაყვი რა იცი ეგა არა ეგეთი ბევრია ცუდი სიზმარი აქვს რა ნანახი რა და გამოეგვიძა წაარტყა კიდე წაარტყა და არიცრივა და გადმოვიდა რა კტარია წამოდგა და მადლობა ღმერთო აი ამაზე რომ გადავატარე აი კლასიკა რა აბა მიდი მაინც ხილად გვიყურებენ ჩვენები ახლა ბევრია მაგრამ ნუ ერთი მახსენდება ვირსყიდის ვის და ახელი კლიენტი მივა და რა ღირსო ეს ვირიო შენი $300 რა სამბობ კაცო ვერ შევწლებიო რა რო ვერ წლები მეც მაგითო მაგარია ძა აუ რა კაი ის არის კაი ცოლი რომ მოიყვანა ხო იცი მიხომ იცი შეიძლება იცი არ მაიტო რა გაიხადეო და ახლა მოდიო რა წერს და ეგრე უკანალზე აუ ეს დაუსმეს რაცა შეძლის ავნახე უკუდო და რა გაიყოფილა უკუდო მიხომ ცოლი მაიყვანა და ვირმა თავი მოიკლაო არის მთელი ამბები მაგაზე რა ხო არ დაამატებთ რამეს თუ დავამთავრო პირველი რაუნდი კახელები მაინც ისეთი თემაა რა ისეთი არაფერი არის ისტორია რაღაცა ისტორია
რაც გაგახსენება, თუ არა გავაგრძელოთ, არ არის პრობლემა. ნუ ჯონდოს ისტორიები მახსოვს კიდე. ნუ ისეთი ის არის. თელავში ახლა მოედანზე კი მოგეხსენება. ჯონდოს სხვათაშორის იყო ხო ენაკვიმატი იყო ძალიან და როგორც ამბობენ იყო მაგარი მოჩხუბარიც და აჰა. ანუ მუშტი უჭრიდა ასე ვთქვათ რა. აჰა. თელავის ზედა სოფლებში ხევსურების სოფლებია რა და ეს ხევსურები რო დალევდნენ ხოლმე ჩამოდიოდნენ თელავში და უშარდებოდნენ ცოტა რა. რო ხელი გაეკიდა. ხო, უყვართ ეგ ამბავი რა ხევსურებს. მივიდნენ ჯონდოსთან მოკლედ ეს ნასვამები და ეს ხევსურები და აუშარდნენ და ჯონდო ეუბნება რომ აი ეკო მოედანზეო გაი არ გამოიარეთო რა და არავინ თუ არ გცემათ მოდით და მეგცემთ. მაგრამ ჯონდოზე არის ნომერ პირველი ისტორია მე ჩემთვის რა. არ ვიცი ხა რაღაცა მოუვიდა იქ რაღაცა მოუვიდაო ცოლთანო თუ რა მოკლედ და რაღაცა არ უნდა ამ კაცის გაერზე ყოფნა და აი რომელი წელია იცი 90 აი არეულობასა 87-ია ესე რადგება აი 89-დან უკვე რაღაცები ირევა და მოკლედ გაუპატიურებას ტენიან რა კაცი გადაირია თურმე და ესე ლაპარაკობდა და წაუყვანიათ წამიყვანეს დრო ჩამოვიდა მატარებლით ხო მატარესო ლიანდაგები გათავდაო მერე მარხილი იცი ეს ისტორია მარხილში შეგვაბესო მერე ის ძაღლები დაიხოცნენო მერე ფეხით გვატაეს და რა რაღაცა შემოუღობავ ციხეში მივედითო და ვინ გაიქცეოდა და უფროსი სადარიო ვიკითხეო და აგე ვიშკას ეზისო და იქ კიდე ორი დღე ავდიოდიო რა და რო ავედიო აქ რა გინდაო რაზე ზიხარო და აუპატიურებაზე გამომიშეს და იმ ხელაგზე გამოვიარე აქ არავინ არ არის რომ გამიშვა შეშინებული და მოკლედ იქიდან რაღაცა სამთვეში თურმე საბჭოთა კავშირის ამბები დამთავრდა და ფეხით ჩამოვედიო და გადავრჩიო რა ეგრევე მოკლედ ძალიან კოლორიტნი კაცი იყო კარგი პირველი რაუნდისთვის არის მშვენიერი მეორე რაუნდი ეხლა თქვენ დაიწყებთ და ნახოთ შემდეგი თემა. კახელები ისეთი ამბავია ხოლმე აი ბირჟაზე რა. იქ დაждები და ხდები რომ კინოში ხარ რა, მაგრები არიან. თევზაობა. თევზაობა შეიძლება ნადირობა თქვა? თევზაობა იქ ტბაზე ხდება რა. გურული წავიდა მოკლედ ტბაზე გადამფრენ ფრინველებზე რაღაცა. ორლულიანი თოფით არის წასული და დილით ადრე ადგა მთელი ამბები და რაღაცა. წავიდა და ზის ეხა უყურებს და აფრინდნენ ესენი და ერთი ისროლა, მეორე ისროლა ვერ გაარტყავ ერთს და ეს ვა და ვა გააგებინებ თელგურიას. გააგებინებ თელგურიას. კარგია. აბა ხო, თევზაობა სულ ნადირობასთან ერთად არის ხოლმე რა ეს თევზაობა ნადირობა. თევზები და მონადირეები, ხო. უკვე ხარე ხალხია ცოტა. უყვართ ეგ ამბავი და ესე იგი მონადირე უყვება მეთევზეს რომ წასული ვარო ნომერში ვზივარო ველოდებიო და გამოვარდაო რაღაც მხეციო ტახიო რა ვესროლე 1 ვესროლე 2 და დავაგდეო რა ძლივს გამოვათრიე რო ავწონე 800 კილო გამოვიდა ცოტა რეალურია ვა რას ამბობ ეს მეთევზე მე კიდევ იმ დღესო ვზივარო ბიჭო ნაპირზეო და ანკესი გადავაგდეო და მოედოო რაღაცას ამოუწიო და ამოვიდა ლამფაო რა ხო და ზედო რომ ნახეო აწერია 1500 წელი ჩვენ წელთაღრიცხვამდეო რას ამბობ კაცო ჯერ დამაცადევ ჯერო ეს ლამფაო თან ენთობო უყურებს ახლა მონადირე და მოდი მე 300 კილოს ჩამოვაკლებ ჟენეგ ლამპა ჩააქრე ეგრე ჯობია ეხლა მეგრელისა და მონადირის გაერთიანებული ანეკდოტი ხო გინდა მოგიყვე რო ყვება ასე მონადირე მეგრე და აი მომდევს დაცი ავდივარ ყეცებს სრიალებ ავდივარ ჩამოწე და კახელეუნება რაცო მე ჩავდივარ აბა რაზე სრიალებ
არის ეგეთი ამბები. შემდეგი თემა წავიდა. თევზაობა კარგია, ნადირობა კარგია, მაგრამ ნანადირევი და თევზაობის შემდეგ სუფრაზე უფრო მიყვარს ხოლმე ყოფნა. აიცა არიფირო ხარ, ესე ეძახი. აი რა კაი ამოვიდა იმერლებზე. რომელი? იმერლებზე რა. ესე აქეთ ესე მიდიოდნენ ორნი თოკები გამომაბეს პირველად რა, მწყერზე ვარ და უყურეო, რომ დაჭიმული უნდა იყოსო. სხვა შემთხვევაში არ გაისროლო რა, პირველად მიყვავა რა. რომ გაგვარტყავო რა, ახლა არ ვიცი, შეიძლება 3 მეტრა რაღაც ესე მიდია. და ეხლა ვცდილობ გაიგერო ძალიან ვისავალ რომ ეს არ იმაქნას რა, მოეშვას თოკი. ბიჭო, ხედავ მეტრანახევარში რაღაცა ყვავილზე ფუტკრების ის არის რა, გროა. მერიდება რა და მინდა გავიარო რა. 10, 9, 8 და რომ ვიყვირე 14 ნაკბენი მქონდა მე ვუთხარი რავი დაჭიმული უნდა ყოფილიყო და იმის მერე მეზიზღება სანადიროდ წასვლა რა. ჯობია ნანადირევი. ოიცი კახეთში ესეთი რო თქო მყიხარა ისინი იმერეთში სხვათა შორის საფანს რომ უაყრიან ხოლმე ფერმის მწყერს ეხლა ვინადირე რომ შეგხვდეს იმერლები დაიწყე იმერული თუ გინდა შენ დაიწყე იმერლებზე იმერლებზე რა ვიცი ეს ერთი ეს მახსენდება ჭიჭიკიაო რა მაგარ ტანზე ხარ რა მაგარი ტანი დაგიყენებია ამას უცბაო მეო ვარჯიში უნდა ვცურავო ყოველდღე 5 კილომეტრს ვცურავო რა და ტანს აყენებს მაგას მერე შეშობილძაღო შიგადაში თავით ჩაყავი ხოლმე თავით ჩაყავი ხოლმე კარგია აბა მოგლეთ ნახო ნამდვილი ამბავია ძალიან კაი მაკაცის ბებია გარდაცვლილი და გასვენებაზე ვარ და ის ჩემი ძმაკაც კარგად ღერის რა მაგრამ ნუ გალობა არ იცის რა ერთი და ძალიან მინდა რომ ბებია ჩემს რამე ვგავლობოთ ერთადო რა და წმინდა ღმერთო ცოტა იცის მარტივია შედარებით და ერთი 10 ჯერ ვიგავლობთ ეს წმინდა ღმერთო პიანოზე ფორტეზე ნელაჩ კარა ყველანაირად რაღაცა უნდა სხვაც ვხვათ ეხა რა და შენ ხარ ვენახი გაგვახსენდა რა და შენ ხარ ვენ ხო ხა თუ ერთი და იგივე ტრიალს და ბოლოს არის ხა ცოტა განსხვავებულად თავდება რა და ეს ბოლო არ იცის ის იცის ეხა საგონებელში ვარ ხა იმ მომენტში ვერ ისწავლის და რა ვქნათ ფიქრობ და დავიწყოთო და იმ მომენტამდე რომ მივალთო შენო თვალი ჩამიკარი მანიშნო და ავქვითინდებიო გამიყვანა მეთქი რა სამბოს ვიცი რომ გამკეთებელია მაგრამ კაი წამოდი მეთქი და მოკლედ გალობთ ხალხი გვისმენს აფთოვანებული რაღაც მოწონთ გალობა რა მივედით იმ ადგილას და ჩაუკარი თვალი და დაიწყო აქვე ჩვენ შევიქენით გასახვანი ისე დღეში ჩაგვაგდო მოუყდით ისე ქვითინი გაიწა არა იქნებოდა მე ვავქვითინდები ზედა არაბიძე ყובה ხოლმე მაგაზი გამოხსენდა რა მიცვალებული არისო და აი ეს არისო რა ქვია მორჩილი არისო რა დელიმა წამოიყვანდა ხო კითხულობენ ის კითხულობს ეს კითხულობს შეეცვალა მეორე მესამე და ჭირის უფლებში ხო არიან ხოლმე ინიციატორები რომ დგანან ხოლმე სანთელთან ან ძმაკაცი არა ხო შეგიმჩნევიათ რა და ასე ვიღაცას მიაწოდეს თურმე რიგია ეხლა ღამის თენება და ეს კითხულობს და მივიდა ეხლა იმ თავარ ადგილას შეღერა უქრიათ კაცისთვის ატედა კარგი. აუ მაგ კითხვას გამახსენდა რა. ესეც ნამდვილი ამბავია, უბრალოდ იმერლებს არ ეხება. არა უშავს. ისევ კახეთში ხდება, ალავერტში. ერთ-ერთი მამა ჯვრისწერაა და ვესწრებით სამეგობრო რა და კითხულობს და რაღაც ჯვრისწერის ლოცვაზე არის რაღაც ესეთი ადგილი რა, იყოს ცოლი ვითარცა მონაკბრისა. და ამას ხო კითხულობს, ანუ ერთი ნახევარი საათი კითხულობს, რა აქ რომ მივიდა იყოს ცოლი ვითარცა, უცებ გაჩერდა და შემოbrunდა ეს. ისე ახლა პირიქით არის არა? გააგრძელა მერე. ისე ახლა პირიქით არის. შუა კითხვაში ჩავ.
კარგი ძმებო, ეს ორივე რაუნდი ჩვენ რაც ხელოვნური ინტელექტი რო გეხმარება, ჩავამთავრეთ, მე შეგნებულად არ ვამბობ თანხას. ეხლა არის თავისუფალი თემა. ანუ რასაც თვლით, რომ ყველაზე რაც იცი, რაც გაგიგია, ყველაზე კარგი ანეკდოტია, კარგი ისტორია და რაღაცა რო არის ხოლმე რო პირველი რო ყვები, შეგიძლიათ მოყვეთ და მოდი დაიწყოთ. მოკლედ ალილოს რეპერტუარიდან ვიტყვი რაც და რა გია დავითიანი ყველამ იცის. მოვიკითხოთ აქედან. ხოლმე რაღაც ისეთი რაღაცები და ჩვენი ახლო მეგობარია, ერთი სულ ერთად ვართ ხოლმე, ხშირად არის ჩვენთან ერთად და შოპინგი არ უყვარს რა. ხო. თავისთვის სწორე ისე ოჯახისთვის უყიდულოს ყველაფერს და დღესასწაულია რამეს რო იყიდის რა მოკლედ და ერთხელ შევხვდით სადღაც და როგორ ახარ მოვიკითხეს მთელი ამბებით ნახეთ რა მაგარი ფეხსაცმელი ვიყიდეო რა და გიამ დახიდე კი ესე დერმატინები გიყიდია რა ასგას დაუღარა წავში დერმატინები გიყიდია მე რა მაგარი რამე მოვაწყო არა ბროწეულა დასწაული აი თავის სცენებით არჩი მაგარი ფოტოშორის მანდაც გვაქვს ხოლმე პერიოდულად საღამოები კონცერტები და მართლა არა მარტო ჩვენ სხვა მომღერლებსაც არის მაგარი მართავს ხოლმე გია აპროლაფერია აი ეგეთი რა ვენაცალი ძალიან მიყვარს და მე შეიძლება რაღაცის დაგეგმო ერთობა დავგეგმოთ ვერი 3 კილო სამწოდე მინიმუმ იღლიაში ხო ის თელავში იცი ხო გამოვიღო 3 კილო ვერ არის მე ვუთხე ჯადოსნური იქნება 20 კილო აბა მუხი ალილოზე მოკლედ ძალიან ხშირად ხდება ესეთი სასაცილო კურიოზული სიტუაციები და ესეთი სპახსენება რამოდენიმე წლის წინ გვაქვს დაგეგმილი გასტროლი ამერიკაში მივდივართ და შუა დღისას ადრე გვაქვს მუშტაედის ბაღში ღია დარბაზივით არის და გვაქვს კონცერტი სცენაზე ხო და ხდება ესეთი რაღაც რომ შუა სიმღერაში ვართ ლაშას ჩვენ ღლონს გათიშული აქვს ტელეფონი და მე ჩართული დამრჩა ხო და ზარი რეკავს ზარი და ლაშას მეუღლე მირეკავს თეა რა ხო და ერთხელ სცენაზე ვართ გავთიშე მეორედ გავთიშე და მესამედ ჩუმად ლაშას გადაუჩურჩილო ლაშა მეთქი თეა მირეკავს თქო რაღაც უკვე მესამედ თქო რა ხო თან იწყება ახალი სიმღერა და ლაშა მივიდა მიკროფონთან და ალო აუ იქ ჩაწვებოდი ხო აუ აი მაგარია კარგია მშვენიერი კიდე რამეს ხوار დაამატე თუ ისეთები არ მოიყოლება კარგი იცი რა გადასარევი იყო გადაცემა მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით და იმედია ის რაც შევპიდით ერთმანეთს ხოლესტერინს რო წმენდს კი აუცილებლად ბროწეულა ვახსენეთ ღლონტი ვახსენეთ გია ვახსენეთ და რა ვიცი აინდა რაღაცა მართლა შევიკრივოთ რა კი ბატონო ამბებში ვარ ეხა ისეთი მოგიყევით დაწყების წინ რომ რა იცი რა ხდება და მე მეპარეთ ერთმანეთს მე ამ თანხას არ არის ბევრი მაგრამ მაინც გავყოფ ორ ნაწილად ერთი ნაწილი თქვენ და ერთი ნაწილი თქვენ და ჩემი თხოვნა იქნება რომ დაამთავრო სიმღერით ეხლა აბა ისე არ გამოვა რა და კიდე ერთი რომ როცა კი იქნება საშუალება რომ ბიჭებთან ერთად მობრძანდეთ და ყველა სიცალოს სუსაქმე გქონდეთ მაგრამ გელოდებით ჩემი კარი ყოველთვის ღია დიდი სიამოვნება გადაცემა დიდი სიამოვნებით ყოველთვის თქვენთან მაშასე ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ჩვენ ძვირფას მაყურებელს შევხვდებით კვირას რა თქმა უნდა რუსთავიორზე და როგორც ყოველთვის შევეცდებით რომ საღამო იყოს ფრიარული დროებით შემოთბილის ქალაქო რადგან ბედად აქ გაჩენა გვერდისა შენი მკვიდრი ყველა კარგი ფეხის ვართ არ მოგაკლებს საღამო გალობას დაგილოცა უთქნო
აქ შენს მიწას ვინატრებ ჰარი ჰარი ჰარალალე ჰარი ჰარალე ხოხმისა და მონადირის ტბიო არაგო სადახტო და საგვირგვინო წმინდა ალაგო საქართველოს გულის პეტმა თბილის ქალაქო დაღლილოდა ნაომარო დედავო ერთადნიერ სიტყვას შემოგბედავო უსხოთვალით მინდა შენი დანახვა რომ გავიგო მართლა მის თანახად სიბრმავით მხოლოდ მე მეჩვენება შენი ზეცის სილურჯე და მშვენება ყველასათვის ლეგენდა და არაგო გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო ჰარი ჰარი ჰარალალე ჰარი ჰარალე ხოხმისა და მონადირის ტბიო არაგო სადახტო და საგვირგვინო წმინდა ალაგო საქართველოს გულის პეტმა თბილის ქალაქო თბილის